Ეუფეულ ზეცათა ლუგეშინის მიცემულ სულ ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოვლისავე აღავსე მაგნითა შემიძლია. Საუნჯეო კეთილთაო მომიჯებულ ცხოვრებისაო, მოვიდა დაემკვიდრე ჩვენ შორის და წმინდა ფონჩჩვენ ყოვლისაგან მიწისა და აცხოვრის საფიურის სული ჩვენ. ამინ. ზამბი. ეგ ჩვენ წინაზე დავასრულეთ მე-13 თავი და ბოლო თხრობა იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ნაზარეთში როცა დაბრუნდა უფალი თავის მშობლიურ ადგილზე, საიდანაც იყო, იქ ცოტა სასწაული მოახდინა, ანუ ბევრი სასწაულები იქ არ მოუხდენიაო. და რატო? ამაზეც ვისაუბრეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ არ იყვნენ ბევრი მიუღებნი. ანუ ვერ გაიგებდნენ, ვერ მიიღებდნენ, მათ თვალწინ იყო გაზრდილი და ჩვეულებრივად აღიქვალდნენ როგორც იოსების და მარიამის შვილს, რომელიც მათ თვალწინ გაიზრდათ, მათ ახსოვდათ მისი ბავშვობა, მისი სიყრმე, სიჭაბუკე და მათთვის ცოტა რთული იყო, რომ აღექვათ ის როგორც მასწავლებელი, როგორც მოძღვარი და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც გითხარით, რომ ამაზე უფალი არ წრება, ანუ რაღაცა ისეთი ძაფრი რეაქცია არ აქვს, უბრალოდ ისე გულდაწყვეტით ამბობს, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი თავის მამულს შეწყნარებული არ ყოფილაო რა. ანუ უფალი ამას გაგებით ეკიდება ამ მომენტს და აქედან გამომდინარე არ ახდენს ნაზარეთში ბევრი სასწაული არ მოახდინა. ეხლა როგორ წერია? არ აქნა ძალნი მრავალნი უწმუნოებისა მათისათვისო. ანუ მრავალი სასწაული არ მოუხდენი იმის გამო, რომ ისინი რაღაცა წმენით ვერ ეკიდებოდნენო მაინცსა და მაინცო რა და რატო? ესეც განმარტეთ ჩვენ, იმიტომ რომ ზედმეტი პასუხისგებლობა იქნებოდა ეს უკვე მათთვის. ანუ მათ რო ეხილათ ბევრი სასწაული, უფალმა იცოდა რომ შეიძლება ბევრი სასწაული ეხილათ, მაგრამ მაინც ვერ ირწმუნებდნენ მისას. ამიტომ უფალს ერჩივნა რომ მოეხდინა მცირე. სულ არ მოეხდინა სასწაულები, მაშინ იმაზე შეიძლება მოდავებოდნენ რომ აი შენ რო ჩვენთანაც მოგეხდინა რაიმე სასწაული, აი იქნებ ჩვენც ვირწმუნებდით. ამიტომ რაღაცა მოზომილად უფალმა იცის ეს როგორ რანაირად უფალს არ ეშლება ეს ზომაწონა. ანუ რაღაცა გარკვეული დოზით სასწაულები, კურნებები მოახდინა თავის მშობლიურ ქალაქშიც, ნაზარეთშიც, ოღონდ ისე რომ აი ზედმეტი ტვირთი არ დაედო მათი სულებისათვის. ეხლა გადავდივართ მე-14 თავზე, სადაც აბსოლუტურად განსხვავებული თხრობა, უკვე გადავდივართ ჩვენ იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით თხრობაზე, ჩვენ უნდა გავეცნოთ ეხლა ისტორიას თუ როგორ აღესრულა იოანე ნათლისმცემელი და ძალიან საინტერესოა და მოდი ვნახოთ, მივყვეთ. ახლა იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებით ჩვენ დასაწყისში ვისაუბრეთ. და ალბათ გახსოვთ ყველასა ზოგადად ისედაც იცით ეს რამდენად დიდი ფიგურაა, რამხელა მნიშვნელობის პიროვნებაა, იმიტომ რომ ეს გახლავთ სწორედ ის, ვიზეც უფალი ბრძანებს და ჩვენ ამასთან დაკავშირებით უკვე გქონდა საუბარი, რომ დედის მუცლიდან არ შობილა მასზე უფრო აღმატებული ადამიანთა შორისო. და მე ისიც გითხარით და ამას სულ ყოველთვის ვაკეთებ ხოლმე ამ კომენტარს, რომ როცა უფალი ამბობს იოანე ნათლისმცემელზე, რომ აი მასზე აღმატებული არავინ არ შობილა დედის მუცლიდან, ჩვენ ყოველთვის უნდა ვივარაუდოთ და ჩვენ ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ იგულისხმება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შემდეგ. იმიტომ რომ უფალი ამას ვერ ეტყოდა საკუთარ დედაზე, იმიტომ რომ ამას ვერავინ ვერ გაიგებდა, ვერავინ ვერ მიიღებდა და ძალიან ცუდად გამოჩნდებოდა ეს ნათქვამი. მაგრამ ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ ეს ესეა, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე აღმატებული ვერავინ ვერ შეიძლება რომ იყოს საერთოდ ვერც იოანე ნათლისმცემელი მათ შორის. მაგრამ აი ეს ორი ფიგურა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი არიან განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანთა შორის ზოგადად. ამიტომაც არის რომ ესეც მithქვამს თქვენთვის, როდესაც საყოველთაო სამჟავრო ხატი იხატება, დეისუსი ქვია ესე ხატწერის კანონიკაში, გამოისახება უფალი პანტოკრატორი მჯდომარე ტახტზე და მარჯვნიდან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მარცხნიდან იოანე ნათლისმცემელი უდგანან გვერდზე. ანუ როგორც აი ეს რაღაცა სამი პიროვნება, რომლებიც განსაკუთრებული არის უფალი თავისი ადამიანური ბუნებით, იესო ქრისტე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და იოანე ნათლისმცემელი. და მოდი ვნახოთ ახლა რა ბედი ეწია იოანე ნათლისმცემელს. იოანე ნათლისმცემელი ისევე როგორც იშვა უფალზე ადრე, ისევე გარდაიცვალა უფალზე ადრე. ანუ თქვენ იცით რომ განსხვავება იყო მათ შორის 6 თვე, ხო? ანუ ენათესავებოდნენ ერთმანეთს
მაცხოვარი და მაცხოვარი და იონი ნათლისმცემელი, იმიტომ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ნათლისმცემლის დედა ელისაბედი იყვნენ ბიძაშვილ მამიდაშვილები ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ დიდი იყო ასაკობრივი განსხვავება მათ შორის, ელისაბედი უკვე ასაკში იყო და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სრულიად ახალგაზრდა იყო, როდესაც ჩაისახა მასში მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და აი როდესაც მიდის 6 თვის ფეხმძიმე იყო, აი ამას თვითონ ანგელოზი ეუბნება, მთავარ ანგელოზი გაბრიელი, რომ იმისათვის რომ ბოლომდე დაარწმუნდეს და ბოლომდე დამშვიდდეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და გაიაზროს ის რაღაც საოცარი მოვლენა, რომელიც მის თავს მოხდა, ეუბნება მთავარ ანგელოზი გაბრიელი, რომ აი იმისათვის რომ დაარწმუნდეო, წადიო ელისაბედთანო, შენს ნათესავთანო და ისიც მიდგომილიაო, ანუ ესეც უკვე თავისთავად სასწაული, იმიტომ რომ სასწაული იყო, იმიტომ რომ ელისაბედი ბერწი გახდა. და მას არ შეეძლო დაურსულება, იცით თქვენ ზაქარიას და ელისაბედის ამბავი, ახლა ამას აღარ მოგიყვებით, იონი ნათლისმცემლის მშობლების, ანუ ისინი ასაკში იყვნენ უკვე და გვიან ხდება ეს ყველაფერი. ანუ ასაკში მყოფ ელისაბედს ჩაესახება იონი ნათლისმცემელი, ოღონდ ზაქარიასგან. ანუ მისი ჩასახვა არ ხდება, რა თქმა უნდა, უთესობთ მხოლოდ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ჩასახვა ხდება. ჩაესახება და ეუბნება, რომ ანუ მისთვის ეს უკვე დამატებითი დასტურია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის, რომ ისიც უკვე პატარა სასწაულია, პატარა ამასთან შედარებით, რა თქმა უნდა. ხო? ღვთისმშობლის სასწაულთან შედარებით და ეუბნება, რომ აი მიდი, ნახე და ისიც ნახავ, რომ ისიც ფეხმძიმეთ არის, ეუბნება თვითონ მთავარ ანგელოზი ეუბნება გაბრიელი, რომ მე-6 თვეარსო, რაც უკვე დაურსულებულია. ანუ აქედან ხვდებით ჩვენ, რომ ეს განსხვავება მაცხოვარსა და იონი ნათლისმცემელს შორის არის 6 თვე. ანუ 6 თვის ფეხმძიმე იყო ელისაბედი, როდესაც მუცლად იყო სულისაგან წმინდისა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. და გახსოვთ თქვენ, რომ ჯერ კიდევ დედის მუცელში მყოფი იწინასწარმეტყველებს, კრთებოდა ყრმა იესე სიხარულით მუცელსა ჩემსაო ბრძანებს ელისაბედი, როდესაც მივა მასთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. სული წმინდით აღივსება ელისაბედი და ამბობს მე ამ სიტყვებს. და მოიკითხავს უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, არა უკვე რას ამბობს, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორისო, ანუ განამხოლოდ როგორც ხალთა შორის კურთხეულს და გამორჩეულს მოიკითხავს. მანამდე გახსოვთ, როდესაც მთავარ ანგელოზი გაბრიელი მოიკითხავს მხოლოდ ესე, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორისო. და როდესაც ნათლის ისა ელისაბედი მოიკითხავს, უკვე ამას უმატებს, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაო. ანუ აი ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, თვითონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისთვის და ჩვენთვისაც, რომ ამ დროს უკვე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ორსულად არის სულისაგან წმინდისა. და მოდი ვნახოთ ახლა ეს საოცარი ადამიანი რა შვება და რა ხდება მის თავს. ტელეფონები გავთიშოთ. მას ჟამსაშინა ესმა ჰეროდეს 4-თამად სამთავროთა მთავარსა ამბავი იესუსი. და რქვა მონათათვისთა, ესე არის იონე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილავს ყდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მისთანა. გეხოცებით რა ტელეფონები გამორთეთ რა. ვისი ტელეფონია? თამიკო შენ ტელეფონია? თუ ვისი? და გამოვაკრა ის რო არის ხოლმე და ეკლესიის გადახაზული რო ხოლმე ტელეფონი რა და ხო ესე იგი ჰეროდემო გაიგო ეს ამბავიო იესოს ამბები მივიდა ჰეროდემდე და ჰეროდე ამბობს ესეთ რამეს რომ ესო იოანე ნათლისმცემელიაო და ყდრეთით არისო აღმდგარიო. იმიტომ რომ ეხლა უკვე გავაგზავნოთ. ესე იგი იოანე ნათლისმცემელი იცოდა ჰეროდემ ვინც იყო და მისი პიროვნების იდეა კარგად იცოდა, იმიტომ რომ პატივცემდა მას, ეშინოდა მისი და დამწყდებული ყავდა. იმიტომ რომ ამხელდა მას თავის უჯულოებაში. რამე თუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოანე და შეაბურკილა იგი და საფყურბილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის სოლისა ფილიპეს ძმისათვისისა. რამე თუ ეტყოდა მას იოანე
ვითარმე და არა ჯერ არ შენ და ვითარმსა გესვა იგი ცოლად. ანუ იოანე ამხელდა ჰეროდეს და ეუბნეოდა რომ შენი ძმის ცოლი ყავს ცოლად. და არ გეკუთვნის შენ ეს. და მისი ცოლი ჰეროდია და უზნეო ქალი გახლდათ, უწესო ქალი გახლდათ. და მოტაცებული კი აყავდა ჰეროდეს, ის თვითონ თავისი ნებით გაყვა, იმიტომ რომ მასთან უნდოდა ის უფრო ძლიერი, უფრო ძლევამოსილი იყო, მას უფრო მეტი შესაძლებლობები ჰქონდა და ამიტომ გაცვალა თავისი ძმიდან მასთან და იოანე ნათლისმცემელი მას ამხელდა ამ უჯულოებაში და მრუშობაში. და ის სალომეა, რომელიც ჰეროდიადას ყავდა შვილი, ყავდა ფილიპესგან და არა ჰეროდესგან. ამიტომაც არის რომ ჰეროდე მის მიმართაც უკვე მილწიგულისმებით იქნება აღძრული და ვნახოთ ახლა ჩვენ ეს ამბავი. და იმიტომაც დააპატიმრა რომ იცოდა რომ ხალხი პატივსცემდა და არ უნდოდა რომ ეს მისი ამბავი გახმაურებულიყო და მისი ავტორიტეტი შელახულიყო საზოგადოების თვალში. იმიტომ რომ კარგად იცოდა რომ იოანე ნათლისმცემელს ძალიან დიდი ავტორიტეტი ჰქონდა და ხალხი მას დაუჯერებდა და შეიძლება აჯანყებულიყვნენ მე მის წინააღმდეგ, ეს არ აწყობდა ჰეროდეს და ამიტომ ჩასვლა საპრობილეში. ჰეროდიადას გამოვდა წერია ესე. და უნდაღა თუ მისი მოკლაი არამედ ეშინოდა ერისა მის, რამე თუ ვითარცა წინასწარ მეტყოლი ეპრამათიგე, ხედავთ? აი ცოდვას როგორი ცუდი რამე ახასიათებს ხალხო. ვიდეოსო გამოაცხადე და გეწეწე. არავიშობს. აი ხედავთ რა წერია, როგორი ცუდი რაღაცაა რა, რომ მისი მოკლა უნდოდაო. მაგრამ ხალხის ეშინოდაო, იმიტომ რომ ხალხს როგორ წინასწარ მეტყოლიო ესე ყავდა თუ იოანე ნათლისმცემელი. აი რა ცუდი რამე ახლავს თან ცოდვას ხალხო, აი მოდი დაუგვირდით რა. იმის გამო რომ ვერ ელეოდა ცოდვას ვერ ელეოდა რა ელემენტარულად. ანუ მისი ხორციელი მიჯაჭვულობა იყო, ანუ ამას სიყვარული არ ქვია და არაურიოთ ერთმანეთში ძალიან მხოლოდ რა. დღეს სამწუხაროდ დღევანდელ ეპოქაში კაი ხანია უკვე, მაგრამ დღეს 21 საუკუნეში განსაკუთრებით სუაირდაირია ყველაფერი და იმას რაც უჯულოება და უზნეობა დაარქვეს სიყვარული და არ არის ეს სიყვარული. ჰეროდესაც ეგონა რომ უყვარდა თავისი ცოლი ის ჰეროდიადა და იმიტომ ყავდა, მაგრამ აქ სიყვარული არაფერ შუაში არ იყო, თავიდან ბოლომდე ვნება. თავიდან ბოლომდე უსჯულოება ღვთისინაში. თორეს რომ სიყვარული ყოფილიყო, ის რომ კანონიერი ყოფილიყო, არც იოანე ნათლისმცემელი ამხელდა მას და ეტყოდა რომ ეს უსჯულოება არის. ჯერეთი თვითონ თუ იყო დარწმუნებული რომ მართალი იყო, რას იჭერდა იმ კაცს? დაესაბუთებინა მისთვის რომ არა და მე ეს მეკუთვნის. ამაშია ზუსტად საქმე რომ მაგრამ გადასარევად იცოდა რომ სოდავდა. გადასარევად იცოდა, რასაც აპუჭებდა, მაგრამ ვერ ელეოდა. აი მოდი ახლა პარალელი გავალოთ რა. ჩვენც ყოველთვის ესე ვართ ხალხო. დაიმახსოვრეთ რა. როდესაც რაღაცა ცოდვას ვერ ველევით. ძალიან ცუდი რაღაცაა ეს. ვერ ველევით რატომ? იმიტომ რომ გვიყვარს ცოდვა, გვეტკბილება, გვეძვირფასება. და აი გვინდა ეკლესიაში სიარული, მაგრამ აი ვერ მოვდივართ. რატო აი მე რამდენი ვიცი? აი მაგალითად მე მყავს მრევლი, რამოდენიმეა ესეთი რა, ნეტა მარტო ის იყოს, მაგრამ აი რამოდენიმე უბრალოდ ერთი მათგანი გამახსენდა რა. რომელიც მოვიდა ჩემთან, მოიყვანა მისმა მეგობარმა. ნუ მამა მინდა რომ ჩემი მოძღვარი იყო თუ კი ბატონო მე უთხარი, ნუ დავილაპარაკეთ, გაირკვა და აღმოჩნდა რომ თურმე ყავს მეგობარი ბიჭი, დღესო ეძახიან და მასთან აქვს ყველანაირი ურთიერთობა, მათ შორის სექსუალური. ცხოვრობენ როგორც ოჯახი რა, ფაქტიურად რა. ხო და კითხებთ კი დაოჯახებას ფიქრობთ, აპირებთ? კი, მაგრამ აი ჯერ არა. ეს ჯერ არა რას ნიშნავს მე ვთქარი, როდის ფიქრობთ? აი არ ვიცით, რაღაცა ის ფეხზე უნდა დადგეს, იმანის უნდა იშოვოს, ამანის უნდა. აუხსენი რომ შვილო, ესე არ არის. ეს არის ძალიან დიდი უჯულოება. კაცის ფულის შემდეგ ამას დიდი ცოდვა არ არსებობს. ჯერეთი შენ არ იცი, ის კაცი ცოლად მოგიყვანს თუ არ მოგიყვანს. არ იცი, არანაირი გარანტია შენ არ აქვს, ხო? ხელწერილი ხო არ დაუწერია და ნოტარიუსი ხო არ დაუმოწმებია რომ შენ ჯერეთი ესეც რო გაეკეთებინა, ის კი არა ჯვარს იწერენ და მე ტოვებენ ცოლშულზე. ახლა რა გარანტია გაქვს? რომ
მასთან ურთიერთობა ეს წმინდა ადამიანურად რო შევხედოთ, აი საერთოდ რო გვერდზე გადავდოთ, თქვათ რაღაცა სულიერი ღირებულებები ღვთის წინაშე, თქვათ სიმართლე არ სიმართლე, აი რა გარანტია გაქვს, რომ ის შენ მერე ცოლად მოგიყვანს. აქ ორი ვარიანტი, ან საერთოდ, ესე იგი, შენ არ განაღლებს, თქვათ, ქალიშვილი იქნები თუ არ იქნები, ან საერთოდ არ განაღლებს. ან თუ განაღლებს, ესე იგი ძალიან გულუბრყვილო ხარ და ძალიან მოკლე ჭკუა გაქვს და აი აქ იყურები რა და იმის იქით აღარ იყურები. იმიტომ რომ შენ თუ გინდა რომ ნორმალური მეუღლე ყავდეს, ნორმალური ქართველი კაცი ყავდეს, ნებისმიერი ნორმალური ჯანსაღად მოაზროვნე ქართველი კაცი ეძებს პატიოს ან გოგოს, ხო? ხო და რატომ აკეთებ ისე რომ შენ თვითონ რაღაცა იფუჭებ შენს რეპუტაციას, რისკის ქვეშ აყენებ შენს მომავალს. იმიტომ რომ არ იცი შენ და იმიტომაც არის რომ მე აქვთ ნევროზები და რა ვიცი, მოკლედ ისტერიკები და მთელი ამბები ემართებათ ხოლმე მაგის გამო მე რა. და უთხარი მე რომ მეთქი მომიყვანა ის ადამიანი, იმასაც დაველაპარაკები, ერთად დაგელაპარაკები და თუ გინდა ჩემთან სიარული, თუ ჩემზე კი არ არის ლაპარაკი. თუ გინდა ეკლესიური ცხოვრება, თუ გინდა რომ ღვთის წინაშე მართლები იყოთ და ვიურთიერთოთ, მაშინ უნდა შეწყვიტოთ დღესვე. კი ბატონო, გიყვარდეთ ერთმანეთი, მე აუხსენი და უთხარი რაც არის სიყვარული, მე სიყვარული ეგ არ არის თქვენ გონიათ. სიყვარული არის ეს, უთხარი. და გიყვარდეთ ერთმანეთი, ოღონდ ყოველგვარი სექსუალური ურთიერთობის გარეშე, იმიტომ რომ ეს სურის და აფუჭებს თქვენს ურთიერთობას, მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი. აუბრალოებს. შეწყვიტეთ ეს თქვენი სექსუალური ურთიერთობა და იფიქრეთ ოჯახზე. ისიც უთხარი რომ მეთქი შენგან ეს ადამიანი რომ ყველაფერს იღებს, შენი სხეულის რო ეკუთვნის დღეს, სულ არ იჩქარებს ის დაოჯახებას რა. აი რატომ უნდა იჩქაროს? რომ რაღაცა ზედმეტი პასუხისგებლობები აიღოს მე თავის თავზე? არ უნდა ეკვა ზედმეტი პასუხისგებლობები რა. ყველაფერს იღებს ისედაც რა. საყვარელი ქალი გვერდზე ყავს, როცა უნდა მაშინ აქვს მასთან ყველანაირი ურთიერთობა, რატომ უნდა იჩქაროს დაოჯახება? არ იჩქარებს. ის რომ თქვა ქრისტიანული ღირებულებების მქონე ადამიანი იყოს, თვითონვე არ დაუშვებდა ამას, ხო, რომ თქვა რაღაცა ამის გამო იჩქაროს, რომ არ იქა დაოჯახდეს. ესე იგი ესეთი არ არის. მისთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა და გადამწყვეტი ეხა ღვთის წინაშე სიმართლეს. და ყველაფერი ბუდიში ამ სიტყვას რო ვიხმარ, განაღდებული აქვს და რაღაცომ უნდა იჩქაროს დაოჯახება. ან საერთოდ დაოჯახდება კი? და მე გეტყვის ერთჩვენიერ დღეს რომ შექმნიდი როდის მე რამესო? და ესეც ჩემიან გაუბედურებული მე ესაწყალი გოგოები და აქ დეპრესიები და ნევროზები და 1000 რაღაც საშინელებები. ხო და რო უთხარი საოცარი რაღაცა მოხდა რა, უცნაური რამე ძალიან. იცით რომ ვერ შეელია? მე უთხარი მომიყვანე ის ბიჭი მეთქი. ჯერ თავიდან მატყუებდა რომ აი მე კი შეძლებ მამა, მაგრამ აი ის შეძლებს ობჯო, ის შეძლებს, მომიყვანე, იმას დაველაპარაკებ მე უთხარი. შენ თუ ვერ შეძლებ დაარწმუნო, მე შევძლებ მეთქი. და ერთი რამე გახსოვდეს მეთქი შენ რომ თუ დადგა ეს არჩევანი თქო, ეს უბრალოდ აქტუალური თემაა და იმიტომ რაღაცა მოიტანა საუბარმა და გადავუხვი. ძალიან მტკივნეულია ჩემთვის და ძალიან მნიშვნელოვანია რა. და შენ თუ ვერ შეძლებ მე ვთხარი, მე დავარწმუნებ და თუ ვერ დავარწმუნე მე ვთხარი. მაშინ შენ არჩევანი დაგიდგება მეთქი რა. ან ღვთის წინაშე უნდა იყო მართალი და ეს უნდა ირჩიო მეთქი რა. ან ამ ადამიანთან ერთად ყოფნა უჯულოებაში და ცოდვაში მეთქი რა. ხო და დიდი ალბათობით მას რომ მოეყვანა ის ადამიანი ჩემამდე, მე ღვთის მადლით შევძლებდი რომ დამერწმუნებინა, იმიტომ რომ ესეთი შემთხვევებიც მქონია რა. მაგრამ არ მომიყვანა. მე დღესაც დარწმუნებული ვარ რომ განა ვერ მომიყვანა, ვეუბნებოდა რომ აი არ მომყვება, მაგრამ ტყუილია ეს, არ მომიყვანა. იმიტომ რომ თვითონ ვერ შეელია იმ ურთიერთობას, რაც მასთან ჰქონდა. ხო და რატომ აი რას მოვაყოლე ეს ყველაფერი? აი ცოდვას ახასიათებს ეს რაღაცა საშინელი თვისება რა. რომ აი მიეჯაჭვა, ხედავთ? და მიუხედავად იმისა, რომ ყოველ დღესასწაულზე მოლოცვებს მიგზავნის და დარეკვაერიდება და ხან Facebook-ზე მომწერს, ხან ისე მომწერს, ხან Skype-ში მომწერს, ხან რა ვიცი, მოკლედ თუ კი რამე არსებობს და მიგზავნის რაღაცა სხვადასხვა სმაილებს და რაღაცა სიყვარულს მეფიცება, მაგრამ ახლოს ვეღარ მოდის. ვერ მოდის, ხედავთ, უყვარ ვარ, კი, ეძვირფასება ჩემთან ურთიერთობა, მაგრამ ის უფრო მეტად უღირს. არა და კარგად იცის, რომ იქ უჯულოებაშია.
და მე ზუსტად ვიცი რომ ძალიან მტკივნეულად დამთავრდება ის ყველაფერი, მაგრამ რა ვქნა, რა უხო. და ცოდვის თვისებაზე მოგახსენებდით, რომ აი ესეთი ცუდი რაღაცა ახასიათებს ცოდვას ხალხო. რომ იმდენად გეთკბილება, იმდენად შეგესის ხორცება, რაღაცა შეგეზრდება ეს ცოდვა, რომ უკვე გიჭირს რა იმასთან ძალიან მტკივნეულია იმისი მოგლეჯა და მოშორება. და იმდენად მტკივნეულია, რომ გიღირს რომ ღმერთი დაგათმობინოს და შენი საუკუნო სიცოცხლე და ნეტარება დაგათმობინოს. ეკლესიაში ვერ დადიხარ. ვიღაცა ზილი უყვარს ძალიან და თავს ვერ წევს დილით რომ ეკლესიაში წამოვიდეს. ესეთებიც არიან, ხო, ალბათ ბევრს თქვენი თავიც გესმით, ხო? ვერ მოდის რა, იმის გამო რომ აი დილით ვერ დგება და რა ქნას. ძილი უფრო მეტად უღირს ვიდრე ის რა. და ასე შემდეგ სხვადასხვა რაღაცეები რა. ხო და ეს არის ძალიან ცუდი ხალხო. აი ხედავთ, ჰეროდემ ძალიან კარგად იცოდა ვინც იყო იოანე ნათლისმცემელი. მაგრამ ვერ ქნა. აი ის სოდვა, ის უჯულოება, რომელშიც იმყოფებოდა, უფრო მეტად ეძვირფასებოდა, ვიდრე ის რომ იოანესთვის დაეჯერებინა. ის უყვარდა, აი ის იქ იყო შემტკბარი იმ სოდვასთან და ვერ უშვებდა იმას ხელს. მოდი ვნახოთ მე რა ხდება. დავითარცა შობისა დღენი იყვნენ ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისი შორის და სთნდა ჰეროდეს როკვა იგი მისი. დაბადების დღე ქონა ჰეროდეს, ხო და კეიფობდა რა. განსხრომაში იყო, ეხლა დაპატიზებული ყავდა ალბათ იქ თავისი ამფსონები და სვავდნენ ღვინოს, იყვნენ შეზარხუშებულები, ყველანი მათ შორის ჰეროდე და ამ გახურებული კეიფის დროს დაიწყო ცეკვა ჰეროდიადას ასულმა, სალომეამ. და ჰეროდესო მოეწონაო მისი ცეკვაობა. ეს მოეწონა არ არის ის რაღაცა უბრალოდ ვიზუალურად რომ მოგეწონება, არ იყო ეს მხოლოდ ეს მოწონება, აქ იყო ხორციელი ვნება. მე გითხარით თქვენ რომ სალომე არ იყო მისი ღვიძლის შვილი, ეს გახლდათ მისი ძმისშვილი. და ამიტომ თავს უფლება მისცა ჰეროდემ რომ ხორციელი ვნება გაშენოდა მის მიმართ. ეხლა აქედან ჩვენ რა უნდა ვისწავლოთ? ორი რაღაცა უნდა ვისწავლოთ უპირველეს ყოვლისა რა. ერთი ის რომ ზედმეტი არ უნდა დაალიო, იმიტომ რომ ამ დაალევას მოძდებს მე მთელი საზღვრობები და ამიტომაც არის რომ პავლე მოციქული პირდაპირ ამბობს რომ ნუ დაითვრებით ღვინითაო. ამით ამას მოძდებს შემდეგ სიბილწეო. პირდაპირ ამ სიტყვას ამბობს. სიბილწე მოძდევსო რა ღვინის დათრობასო. აი ფაქტი, მაგალითი კონკრეტული, ხო? დათვრა, გაილეშა ღვინით, დაუბრმავდა გონება, ამოუტივტივდა ნებები, დაუქვეითდა ნებელობა ჰეროდეს და აღიძრა ნებები აი ამ გოგოს მიმართ. მეორე რა უნდა ვისწავლოთ, რომ გოგონებს ხშირად უკითხიათ ხოლმე ჩემთვის, რომ აი რო კვითო, რო წერია, ჩამონათვალი რო არის ცოდვებში, აი მამაო ცოდვა, ცეკვა, ყველანაირი ცეკვა არ არის ცოდვა ჩემო ძვირფასებო. მე განსაკუთრებით გოგონებს მიმართ ამ შემთხვევაში, მაგრამ აი რა მინდა გითხრათ, რომ მიაქციეთ ყურადღება, რომ თქვენი ცეკვა, ის მოძრაობები, მიხვრა-მოხრა რაღაცა ეს ელემენტები და ეს ყველაფერი არ იყოს გათვლილი მამაკაცის სექსუალურ აგზნებას. აი ეს მინდა გთხოვოთ რა. და მოდი ნუ მეტყვით ეხლა თქვენ რომ ამას ვერ ხვდებით. ძალიან კარგად ხვდება ყველა გოგო, როდის აკეთებს ამას რა და რატო აკეთებს რა. გადასარევად ხვდება რა. და ამიტომ თუ შენ ისე ცეკვაო, რომ ეს გათვლები არა გაქვს და არ შენ არა ხარ ნებით აღძრული და შესაბამისად არც სხვის ნებებზე არა ხარ ორიენტირებული, მაშინ კი ბატონო. არ არის პრობლემა, იმიტომ რომ აგერ დავით წინასწარმეტყველი ცეკვავდა, დავით მეფე აღთქმის კიდობანი რომ მოქონდათ, რომ დაიბრუნეს. წერია პირდაპირ რო კვიდაო დავითო სიხარულისაგან. მაგრამ აქ არ იყო არანაირი ნება რა, გახარებული ცეკვავდა რა. ხო და იგივე ხალ თქვა არის ქართული ცეკვები, სადაც აბსოლუტურად არ არის თქვა ეს რაღაცა ეს სექსუალური ელემენტები, თუმცა თანამედროვე
დადგმებში უკვე ვთქვათ იგივე სუხიშვილმა უკვე შეიტანეს ეს რაღაცები მე კარგად ხვდები ამას რა და უძნობ და უკვე ცუდია თუმცა იმათმა დროს მოარგეს და დღევანდელ სულისკვეთებას იმიტომ რომ დღეს ეს პროდუქტი უფრო კარგად იყიდება და უფრო ის არის რა მეტი მაყურებელი ყავს უფრო მოთხოვნადია ის უკვე რაღაცა თითქოს მოძოლდა მაგრამ მე მინდა გთხოვო თქვენ ჩემო კარგებო რა ჩემი თხოვნა თუ გაითვალისწინოთ კარგია ეხლა მე ვერავისფერ გამოგეკიდები და თვალსაჩინოს ვერ დაგიწყოთ მაგრამ თქვენ თვითონ მინდა გაითვალისწინოთ რომ იცოდეთ რომ ნუ გახდებით სასტური ნურავისთვის იმიტომ რომ ამას ღმერთი მოგკითხავთ მე იცოდეთ რომ ისეთი მოკრძალებულობა ყველაზე მეტად ჩვენის ქალზე სიმდაბლე რა და ნუ გექნებათ გათვლა იმაზე რომ მამაკაცმა თქვენი სხეული შეიყვაროს პირიქით გათვლა გქონდეთ იმაზე რომ მამაკაცმა თქვენი სული შეიყვაროს და სულს მაშინ დაინახავს მამაკაცი როცა სხეულს ამალავ თორე როდესაც სხეული ესე ვისთავკაზეა მაშინ სული არ ჩანს იმიტომ რომ ის სხეული მალავს იმ სულს რა ეფარება ესე კედელივით და ის შენი სული უკვე რა როგორიც გინდა იყოს საერთოდ აღარ ჩანს რა და ის მამაკაცი ხედავს ხოლმე იმ შენს რაღაცა გაშიშვლებულ რაღაცა დახზე დადებულ შენს სხეულს და ამიტომ თუ თქვენ ნამდვილ სიყვარულს ეძებთ თუ თქვენ ოჯახის შექმნა გინდათ ისეთის რომელიც იქნება ღვთისთვის სათნო და მყარი ნუ გააკეთებთ აქცენტს ამაზე გახსოვდეთ ნუ გააკეთეთ აქცენტი იმიტომ რომ თუ თქვათ ამაზე გექნებათ აქცენტი აუცილებლად მიიღებთ იმას რაზეც გააქვს ორიენტაცია იმიტომ რომ აუცილებლად გამოჩნდებიან ესეთი მამაკაცები რომლებიც დაინტერესდებიან თქვენი სხეულით მაგრამ ნუ გექნებათ ამაზე ყურადღება გამახვილებული კიდევ ერთხელ გეუბნებით იმიტომ რომ ხელში არაფერი არ შეგრჩება საბოლოო ჯამში იმედგაცრუების და დეპრესიის გარდა მაგრამ პირიქით თქვენ იქონიეთ მიზნად ის რომ მამაკაცმა თქვენი სული შეიყვაროს და ის სხეული მე ისედაც მისი კუთვნილება გახდება და ესე იქნება როდესაც უკვე ღვთის წინაშე ჯვარს დაიწერთ და კანონიერი ცოლ-ქმარი გახდებით მაგრამ მანამდე ნუ გექნებათ ეს გათვლები ესე ჩემი კეთილი რჩევა თქვენ და მოდი ვნახოთ რა ხდება ახლა. ესე იგი, სცნაო ჰეროდეს როკვა იგი მისიო, მოეწონაო ჰეროდეს ამისი ცეკვაო და გითხარით უკვე როგორც მოეწონა და რას ნიშნავს ეს მოწონება. რომლისათვის ფიცით აღუთქვა მას მიცემად რაიცა ითხოვს, აი უგუნურება რა, აი სიბრმავე, აი რა ვიცი რა დავარქვა ამას ყველაფერს რომელიც მოძდევს აი სწორედ აი ამ თრობას. აი თქვენი სიბილწე რა. რომელიც უგუნურებასთან, სიბრიყვესთან, აი ყველაფერი აი გამოეცალა ტვინი. იმდენად თავიდან ბოლომდე შეიპყროვნება. აი რაკანას აღარ იცის ეხლა რა, ეხლა პირდაპირ ურთიერთობას ვერ შესთავაზებს, იმიტომ რომ 100-ია თუ ისე მაინც ვილად ეკუთვნის. და რაღაცა უნდა გააკეთოს ეხლა რა და აი რაც გინდა მთხოვეო და დაიფიცა ყველაფერი რა. თუ კი რამე ქონდა რა, ნეტა რა ქონდა იმას მინდა არ ვიცი, მაგრამ აი ყველაფერი დაიფიცა რომ რაც გინდა მთხოვე მოგცემო რა. ეხლა უყურე ჰეროდიადას სიცვიერე ვნახოთ. ხოლო იგი წინასწარ ბირებული იყო დედისაგან თვისისა და რქვა მომეცმე აქა ლანკნითა თავი იოანესი ნათლისმცემელისა. წინასწარ ბირებული იყო დედისაგან თვისისაო. ხედავთ რა გათვლა ქონდა? როგორი მოჭადრაკე ყოფილა, ხედავთ ჰეროდიადა. ზუსტად იცოდა ჰეროდეს ხასიათი, კარგად იცნობდა. ისიც კარგად იცოდა რომ ჰეროდე არ იყო გულგრილი სალომეას მიმართ. აი დაუკვირდით, რეები ქონდა გათვლილი რა. და რადონის ბილწი ხალი იყო, თქვენ წარმოიდგინეთ რომ ამას ყველაფერს ეგუებოდა, ეს ყველაფერი უღირდა იმ თავის მდგომარეობად, რაშიც იყო და რაშიც იმყოფებოდა რა. მე რა რომ მაგისი ქმარი ისეთი ბილწი იყო რომ მის შულსაც ისეთი ვნებიანი თვალით უყურებდა, არა უშავს. რა მოხდა? თავარი ესენი იყვნენ კარგად, კაი ჭამოს, კაი სვას, დედოფალი ერქვას, ყველაფერი უღირდა ამის სანაცვლოდ. აი იმ ბილწ ქმართან გაჩერებაც, რომელიც მის შულსაც ახორცულად უყურებდა. გათვლილი ქონდა ეს ყველაფერი, შემჩნეული ქონდა და კარგად იცოდა რომ დალევდა თავის დაბადების დღეზე და ისიც კარგად იცოდა რა ვნებები აღეძრებოდა და რომ შეპირდებოდა აი ბოლომდე აი იდეალურად ქონდა შესწავლილი მისი ფსიქიკა რა თავისი ქმრის აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი გათვლილი ქონდა რა მოხდებოდა რა რომ ის დათვრებოდა მე ამისი სექსუალური და ვნებიანი ცეკვა მოეწონებოდა და ეტყოდა რომ აბა მითხარი რა გინდა აი მითხარი რაც გინდა და მოგცემ რა
მერე რო ის თავმოყვარეობა შეაწუხებდა და საკუთარი პატიმოყვარეობა რომ რა კითხვა, მეფური სიტყვა. იმას აღარ უნდა გადავიდეს და მოკლედ გათვლილი ქონდა ბოლომდე ყველაფერი რა. დაწერილი სცენარი ქონდა მშვენივრად, კარგად. ჩამოყალიბებული. ესეც ხდება სამწუხაროდ, აი რატომ ჰეროდიადას, იმიტომ რომ ჰეროდიადა ყველაზე მეტად იყო დაინტერესებული იმისათვის, რომ ეს მომხდარიყო, რომ იოანე ნათლისმცემელი მოეშორებინა. ჩვენ ყველანი ესე ვართ ხოლმე, აი მოდი დავუკვირდეთ ხო ჩვენ ცხოვრებას, რომ აი როდესაც რაღაცა ცოდვა გვეთკბილება, არასოდეს არ გვიყვარს ისეთი ადამიანი, რომელიც მიგვითითებს, რომ ეს სუდია და დაანებე თავი რა. გადავხედით ხო ყველა ჩვენს თავს, ჩვენს ცხოვრებას, ყველა ჩვენი რაღაცა სისუსტე გვაქვს ხო და ჩავიხედოთ გულში რა. რომ ვის რა ცოდვა გვეთკბილება. და ვიღაცა რო გვეუბნება, ან მოძღვარი გვეთყვის, ან დედა გვეთყვის, ანის გვეთყვის, რომ აი მოდი რა დაანებე რა ამას. აუ არ გინდა რა, აი საერთოდ კონტაქტი აღარ გინდა, გაურბიხარ ესეთ ადამიანს, აღარ გინდა მასთან ერთად ყოფნა. იმიტომ რომ ის შენთვის არის ფანარი, მოშვერილი, როდესაც შენ ქურდობ რა და არავის არ სიამოვნებს, ხო? ქურდს რა უნდა და ბნელი ღამე. იმიტომ რომ არ უნდა იმას სინათლე. არ უნდა რომ გამომზეურდეს და გამოაშკარავდეს მისი ცოდვა. აი ესეა ნებისმიერ ცოდვასთან მიმართებაში რა. არასოდეს ადამიანს, რომელსაც ცოდვა ეთკბილება, არ უყვარს და არ სიამოვნებს ის ადამიანი, რომელიც მას ამ ცოდვაში ამხელს. და ეუბნება რომ ეს არასწორია და მაგას დაანებე თავი. და ჰეროდიადას ფიქსიც არ ქონია, რომ გაშორებოდა ჰეროდეს. მიუხედავად თავისი უჯულობისა და მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე უკეთ თვითონ ისოდა, რასაც აშავებდა. და ყველაზე მეტი დამნაშავე თვითონ იყო. და ამიტომ ყველაზე მეტად მოტივირებული და დაინტერესებული სწორედ ჰეროდიადა გახლდათ იმაში, რომ იოანე ნათლისმცემელი საერთოდ გამქრალიყო რა. მოგდარიყო. და ესეთი მზაკრული ჩანაფიქრი აქვს მას ჩემო ძვირფასებო და ამას აკეთებს სწორედ რა. აბა ნახოთ რა ხდება. და შეღათ უწუხნა მეფე იგი შეწუხდა ჰეროდე, ხედავთ? აი რაღაცა ქონია კიდე რაღაცა დარჩენილი, ცოტა ნატამალი, რაღაცეები, რა სინდისი. თლად მკვდარი არ ქონია ჰეროდეს სინდისი, ჰეროდიადასგან განსხვავებით. თუმცა აი ის ნაპერწკალიც, რომელიც ენთო მისმა პატიმოყვარებამ მოკლა. გადასაღებად. დააბიჯა ფეხი. ანუ გადაახდა თავის სინდის, კი შეაწუხა სინდისმა, რომ რა ეკნა აღარ იცოდა, მაგრამ უყურე რაო ფიცისა მისთვის და მისთანა მეინახეთა, იმიტომ რომ მარტო კი არ დაიფიცა ეს, ანუ მარტონი კი არ იყვნენ, როცა ეს ფიცი წარმოთქვა, რომ აი გეფიცები, რომ რაც გინდა მთხოვე და მოგცემ. არა, იქ სუფრის სცენი ისხდნენ რა, მაგისიც მაკაცები, ამფსონები, ვიღაცეები, რომლებიც ჰეროდეს ტაშს უკრავდნენ და რაღაცა კვარცხლბილზე აყენებდნენ და ეხლა იმათან შერცხვა გესმის? როგორ ეხლა მე ფიცი თუ დაუფიცე, რომ რაც გინდა მთხოვე მოგცემ და როგორ ეხლა უკან დავიხიო? თორე ხედავ თქვენ, ინანაო, შეწუხდაო ჰეროდეო. ხო და ესე ემართება ხოლმე ყველა მთვრალს ხალხო, ეხლა უკვე მამაკაცებს მიმართავ, თუმცა არც ქალები უდებენ ეხლა უკვე ტოლს. ესეც რაღაც საშინელება რა, ჩვენი ეპოქის რა. დალევა დაიწყეს, მე აი რამდენი მინახავს რა, რამდენჯერ შევსწრები ვარ ეგეთ რაღაცას, სადმე ან რესტორანში შემიხედია, კაფეში რა. ქალები საბეგალოკებში უკაცრავად ამ სიტყვაზე სხედა, გოგოები შეხედავ ანგელოზებივით. უდგა წინ. ლუდები, არაყი, რაღაცა ისეთი რა. ბომჟური საჭმელები, რაღაცეები, ძეხვები, ახოტნიჩი კალბაშები და ვიდი. საშინელება ხალხო, საშინელება და ეს კარგ ტონად ითვლება. უკვე იქნებ აი რაც ხდებოდა ბიჭებში, იგივე ხდება ახლა გოგოებში რა. და ეს უხარიათ მოწონთ ამ შტერებს. და გონიათ რომ არა, კაი ტიპები არიან რა. დროს ატარებენ. რო გითხო. ხო და არ შეიძლება ესე ჩემო კარგებო, არ შეიძლება კიდევ ერთხელ გეუბნებით რომ აი იმ სიმთვრალეში ჩადენილ დანაშაულს მე აუცილებლად ზღავ. აი ერთი ესეთი ისტორია მინდა მოგიყვეთ რა, პატრიკში არის აღწერილი, ბარემ გაკის სიმთვრალეზე ვლაპარაკობთ. ერთი გამოუცდელი ვერი იყო, ეს მე ქადაგებაში ნახსენები მაქვს, მაგრამ არ ვიცი, შეიძლება თქვენთაგანს არ აქვს მოსმენილი. ერთი გამოუცდელი ვერი იყო, რომელიც უცებ მოიხიბლა რა, რაღაცა ეშმაკმა იცის ხელის შეწყობა საწყის ეტაპზე რა, როდესაც მოღვაწეობას იწყებ, რომ უცებ მოიხიბლო და გეგონოს, თავი ძალიან მაგარი რა. ამასაც ეგრე დაემართა რა.
რაღაცა უცებ ლოცვები, მუხტადრეკები, ღამისთევები, ისინი რაღაცები გამოსდიოდა რა და დაიჯერა, რომ უკვე რაღაცა სიმაღლეს მიაღწია. განსაცდელმაც არ დააყოვნა, გამოეცხადა ეშმაკი, ოღონდ სინათლის ანგელოზის სახით და ეუბნება, რომ ღმერთმა გამომაგზავნაო შენთანო და სამი გამოცდიდან ერთ-ერთი უნდა აირჩიო. ანუ კაცი უნდა მოკლაო, ან უნდა იმრუშო, ან უნდა დალიო და დათვრეო. ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ამის უგუნურება და სიბრიყვე და შედეგი ამ პარტავნებისა რამდენად სუდი რაღაცა როგორ აბრმავებს ადამიანს, რომ იმასაც კი ვერ მიხვდა რომ შეუძლებელი იყო რომ ღმერთს ესეთი რაღაცა ეთქვა მისთვის რომ ან კაცი მოკალიან იმრუშიან რაღაც დაიჯერა რა. ეჭვიც არ შეუტანია იმაში რომ ეს ანგელოზი მართლა ანგელოზია არ არის იქნებ იმიტომ რომ ამაში რომ ეჭვი შეეტანა გამოდიოდა რომ საკუთარ თავში უნდა შეეტანა ეჭვი რა. ხედავთ აი დაუკვირდით რას გეუბნებით ეჭვი არ შეიტანა იმიტომ რომ დარწმუნებული იყო თავის სიწმინდეში და დარწმუნებული იყო რომ ნამდვილად ანგელოზი გამოეცხადა და ნამდვილად უფალმა გამოუგზავნა და დაიწყო ეხა მსჯელობა რა უცებ წამოეგვა მეშმაკის ანკეს რა და ფიქრობს ეხა კაცი რომ მოკლაო მაგას დიცოდო არ არსებობსო ეხა ვიმრუშოო ეგეც არანაკლებიაო დაავლეო რა ბოლო-ბოლო რა მოხდებაო რა წარმოიდგინეთ რა დალია კი ხვდებით ეხა ყველა რაც მოყვებოდა მაგრამ მაინც გეტყვით ბოლომდე დალია და აეშალა ხასიათი სხვანაირად ეხა მოენატრა ერი თავისი ერის მეგობრები ძმაკაცები ხო და წავალ გავისეირნებო და ვნახაო წავიდა ერში გადაწყვიტა რომ მიდგომოდა ერთ-ერთ თავის მეგობარს სახლში ძმაკაც მივიდა ამ მეგობართან არ დახტა მეგობარის სახლში გაუყარები მისმა მეუღლემ ეხლა ამას ქალი არ ყავდა ნანახი იმდენი ხანი უკვე თან ეხა შეზარხოშებული იყო და ღვინის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყო უნება მოეძალა მივარდა ამ მეგობრის სოლს და გააუპატიურა ამ პროცესში იყო და მოვიდა ქმარი ამასობაში ანუ მისი მეგობარი შემოაღუყარები რას ხედავს გაგიზდა გადაირია გაიწია ამის საცემრად იმან იქვე დანაიდო მიხვდა რომ კაი დღე არ ელოდა ადგა და გაუყარა იმ თავის მეგობარს და მოკლო ხედავთ სამივე ცოდვა ჩაიდინა და ეშმაკს ეს გათვლა ჰქონდა ეშმაკმა არ იცოდა გადასარევად იცოდა რომ აი სწორედ იმას აირჩევდა სიმთვრალეს და ეშმაკს ის გათვლა ჰქონდა რომ სამივე ცოდვა ჩაედინებინა მისთვის და გააკეთა კიდევ ამიტომ გეუნებით ხალხო ამიტომ ამბობს მე კი არა პავლე მოციქული გეუნება და მეც ვიმეორებ ის დათქვას რომ არ შეიძლება ჯერ ფხიზელ ადამიანს რამდენ ცოდვას ადევნებს ეშმაკი ფხიზელ ადამიანს და ნებებითა ვარ სავსე და როგორ გავექცე და ნებებს ავლი თავს ვაკლავ და აბა მარხვა და აბა ის და მაინც ვერ ვახერხებთ რომ გამოვიდეთ იმ ცოდვებისგან და ნასვამი ერთადერთი იარაღი რა ჩვენ გაგვაჩნია ბოროტის წინააღმდეგ საბრძოლოდ აი ეს დაიმახსოვრეთ კარგად ეს არის ჩვენი თავისუფალი ნება მხოლოდ და მხოლოდ ანუ ჩვენ შეგვიძლია უთხრათ უარი ეშმაკს მის შემოთავაზებაზე მის საცდურზე აი შემოგთავაზა რაღაცა ხო არ მინდა ამიტომაც არის რომ წერია ფსალმში რა რომ ყოველ ლოცვაზე ეკითხება ხოლმე რომ ასულო ბაბილონისაო ნეტარას რომელმან შეიპყრნეს ჩვილნი შენი და შეახეთქნეს კლდესაო ბაბილონის ასულერი ეშმაკი რომელიც იმ ფიქრებს გიგზავნის შენ გონებაში ცოდვიან ფიქრებს და ის ფიქრი სანამ ფიქრის ფაზაშია სანამ ჯერ მხოლოდ შემოგდებულია შენში ანუ სანამ ჩვილობის პროცესია ნეტარიაო ის ადამიანია რომელიც შეიპყრობს ანუ დააფიქსირებს რომ ეს ბოროტისაგან შემოგდებული აზრია და შეახეთქებს კლდესო კლდე არის ჩვენი რწმენა უფალი ანუ განახარვებსო ამასო ესმით და ამიტომ აი მიაქციეთ ამას ყურადღება რომ ერთადერთი რითიც შეგვიძლია ჩვენ დაუპირისპირდეთ ბოროტის წინააღმდეგ ჩვენი იარაღი არის ჩვენი ნება ჩვენი არა ჩვენი უარი კეთილის ზრახვის დახვედრება ლოცვის დახვედრება რაღაცა ღვაწლის დახვედრება ერთადერთი ჩვენი ნებით ხდება ჩვენი გეუბნებით ერთადერთი იარაღი და როდესაც ადამიანი რაიმე ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ არის არა განსხვავება გინდა ალკოჰოლი იყოს გინდა ვთქვათ მარიხუანა იყოს გინდა რაღაცა ვენაში გასაკეთებელი წამალი აი არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ამ დროს დუნდება ნებელობა ხალხო აი ეს არის სოდვა სწორედ აქ რომ შენ უკვე პოტენციურად ყველაფრის ჩამდენი ხდები
შეიძლება გადარჩე და არ ჩაიდინო რაღაც სოდვა. და ზოგი ბევრი იტყუებს ამითი თავს, რომ აი მე მამა ისეთი კაი სიმთვრალეში უკეთესი ვარ. დროებით, ადამიანო, დროებით. ეს ეშმაკის რეკლამაა, ნუ თუ ვერ ხვდები. ეს მხოლოდ დროებითია და ხვალ ზეგ იმისთანა კვანტს გამოგიდებს, რომ მთელი ცხოვრება შეიძლება ვეღარ მოახერხო წამოდგომა. და შეიძლება სასწრაფკუთილებამდე მიგიყვანოს. ჯერ ჩაგაგდებს აი ამ თვითდაჯერებულობაში და დარწმუნებულობაში, რომ კი, კაი სიმთვრალე გაქვს და მაგარი ხარ, ან გაგალოთებს ბოლომდე და გაგაუბედურებს და ჯანმრთელობას მოგისმენს. ან კიდევ უარესი რაღაცა მძიმე წოდაში ჩაგაგდებს. ამიტომ არასოდეს არ უნდა დაეჯერო და არასოდეს არ უნდა ეხუმრო. არ უნდა გინდოდეს გაბრუება და მოწყვეტა რეალობისაგან. ჯობია, რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რეალობა, თვალი გაუსორო და ღვთის იმედით აღჭურვილმა შეებრძოლო და დაამარცხო. პრობლემას კი არ უნდა გაექცე ქრისტიანი, პრობლემა უნდა მოაგვარო ღვთის მადლი და ღვთის შეწევი. აი ეს არის ვაჟკაცური, ეს არის სწორი გზა ცხოვრებისა და პრობლემასთან მიმართებაში. და ნებისმიერი გამაბრუებელი საშუალება, ხო? ეს არის პრობლემებისაგან გაქცევის მცდელობა, არც მეტი, არც ნაკლები. იცოდეთ, აი პირდაპირ დარწმუნებით იცოდეთ რა. ნებისმიერი ვინც სვავს, ლოთდება, ეწევა, ნარკომანია, ასე შემდეგ, ყველანი გაურბიან რეალობას. რეალობას არ უნდათ რომ გაუსწორონ თვალი. ხო გაგიგიათ ხოლმე ამ სმერლებისაგან ხიზელი თვალი ჩემოტერმა უყურო ამ ქვეყანას, აი ეს აზროვნებაა, გესმის? ვერ უძლებენ ხიზლები აი ამ პრობლემებს, რომლებიც მოაქვს ეშმაკს. და ამ დროს კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს სრულ გამოსავალია და რეალური და სწორი გამოსავალი არის ის, რომ შენ უფლის იმედით აღიჭურვო, გახსოვდეთ, რომ ღვთისთვის შეუძლებელი და მოუგვარებელი პრობლემა არანაირი არ არსებობს და უფალთან ერთად ყველაფრის დაძლევა შეძლება. ეს არის სიმართლე, ეს არის ჭეშმარიტება, რომელსაც ეშმაკი გიმალავს. და გაჩვენებს თითქოს ეს შენთვის რაღაცა გადაულახავი პრობლემაა და გეუბნება რომ გაექცე შენ ამას. არასოდეს არ დაუჯეროთ ბოროტს. არასოდეს ხალხო. მით უმეტეს კიდევ ერთხელ გეუბნებით, როდესაც ბრუნდები რაღაცით არ აქვს მნიშვნელობა, მე აი ესეთი რაღაცა საშინელებები მოსდევს ამას. და ხედავთ, რამხელა საშინელება მოხდა. ერთი ჰეროდეს სიმთვრალე. ჰეროდე რო არ დამთვრალიყო, აი იგივე ყველაფერი იგივე რომ წარმოედგინოთ ახლა რა. დაბადების დღე აქვს, თქვა სიტყვაზე. კიდევაც იცეკვა იმან და ყველანაირად მოინდომა. არაფერი არ გამოუვიდოდა. იმიტომ რომ ჰეროდეს ნება არ იქნებოდა მოდუნებული. შეიძლება ჰეროდეს ძალიანაც მოწონებოდა და ძალიანაც აღძროდა ნებები, მაგრამ იმდენს მაინც მოიფიქრებდა და ის იმ დონეზე მაინც გააკონტროლებდა საკუთარ თავს, რომ არაფერს არ შეპირდებოდა და არაფერს ფიცს არ დაიწყებდა, რომ რას გინდა მთხოვე და მოგცემო. შეიძლება ძალიანაც ნდომებოდა, მაგრამ აი ამას გააკონტროლებდა. ხედავთ? მაგრამ ნასვამმა ვეღარ გააკონტროლა. და როგორც გითხარით, სწორედ ეს გათვლა ჰქონდა ბილს ჰეროდიადას. ზუსტად ეს უნდა რომ მოხდარიყო და მიაღწია კიდევაც თავისას. და მოხდა აი ერთ-ერთი უსაშინელესი ტრაგედია, რომ ადამიანს, რომელზეც უფალი ბრძანებდა თვითონ, რომ დედის მუცლიდან არ შობილა მასე უფრო აღმატებულიო, მოკვეთა თავი. მიუხედავად იმისა, რომ აღარ უნდოდა ეს რომ გაეკეთებინა, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნები, თავისი შელახული პატიმოყვარეობა, თავისი მეფური სიტყვა უფრო ძვირად უღირდა, ვიდრე იოანე ნათლისმცემლის სიცოცხლე. ხედავთ? ხედავთ, ცოდვა როგორ ურჩევნია ადამიანს ყველაფერს? ცოდვის გამო, ამ პარტავნების გამო, იმის გამო, რომ მისი პატიმოყვარეობა არ შელახულიყო, გაიმეტა ადამიანი და თანაც იოანე ნათლისმცემელი. ადამიანი, რომელსაც მთელი ერი პატივს სცემდა. და როგორც წინასწარმეტყველს ისე მიაგებდნენ პატივს. გაიმეტა ცოდვის გამო. ვერ გადაახტა თავის ოდოს. ეს ძალიან დიდი გაკვეთილია ხალხო, აი მე 1000 ჯერ მithქვამს და კიდე გაგიმეორებთ რა, მთელი სახარების განმარტების განმავლობაში, რომ ჩემი მიზანი არ არის აი ამ საუბრების დროს, რომ რაღაცა ინფორმაციული ცოდნა მოგაწოდოთ და რაღაცა ისტორიული ფაქტები და თარიღები გითხრათ. თუ ატყობთ საერთოდ ფაქტებზე და თარიღებზე არც მომახვილებ ყურადღებას, აბსოლუტურად. ჩემი მიზანი სულ სხვა რამეა, რომ სახარების სულს ჩავწვდეთ. და ჩვენ ვიგრძნოთ, გავხდეთ თანამონაწილეები სახარებისეული მოვლენებისა და ვიგრძნოთ ჩვენ რა ხდება, რომ ჩვენ თავს დაუკავშიროთ ყველაფერი ის, ცუდიც და კარგიც, რაც ხდება. აი იმ
ის სიტუაციები გავაცოცხლოთ, დავინახოთ უფალი თვალწინ, ჩვენი თვალით, როგორ დადიოდა, როგორ ქადაგებდა, როგორ იღლებოდა, როგორ ჩაჯდებოდა ნავში. ეს ყველაფერი უნდა ვიგრძნოთ, უნდა განვიცადოთ ეს ჩვენ. უნდა დავდგეთ იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც მას განიკითხავდნენ, მოციქულებთან ერთადაც სადოთ დადგომა და მე შევათავსოთ და შევაჯეროთ და ვიკითხოთ და კითხოთ ჩვენს თავს, ოღონდ გულწრფელად, რომ სად არის ჩვენი ადგილი? ჩვენ გამკითხველები ვართ თუ პირიქით ის მცირე ნაწილის წარმომადგენელი ვართ, რომელმაც უფალი მიიღეს. აი ეს არის ჩემი მიზანი და ჩვენ ცოდებზე რომ დავფიქრდეთ და მივხვდეთ, რომ ჩვენი ცხოვრების წიგნია სახარება და არა რაღაცა წიგნი, რომელიც წავიკითხეთ და დავდით აროზე. სახარება არასოდეს არ უნდა დადოთ აროზე. სახარება სულ გადაშლილი უნდა ქონდეს და სულ უნდა იკითხო. მთელი ცხოვრება, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ცხოვრების წიგნი. და რამდენჯერაც წაიკითხავ, მით უფრო მეტი სიღრმით გადაიშლება შენ წინაშე, თუ კი შენ იზრდები. ესეც მithქვამს თქვენთვის, თუ არ იზრდები და თუ ერთი და იგივეს გებულობ, ესე იგი ძალიან ცუდად არის შენი საქმე და რაღაცა ცოტა უნდა გამოფხიზლდე, რომ წინ წახვიდე და ცოტა ერთ საფეხურით მაღლა ახვიდე. და მიავლინა და მოკვეთა თავი იოანესი საპყრობილესა შინ. აი? შედეგი, ფაქტი. და მოართვეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას და მან მიართვა დედასა თვისა. ლანგრით ხომ მოითხოვა თავი იოანე ნათლისმცემელისა. ნუ წარმოიდგინეთ, აი ესეც მინდა რომ წარმოიდგინოთ რა, საზარელი სანახაობა, ხო? რომ მოაკვეთინა თავი იოანე ნათლისმცემელზე და მოატანინა ლანგრით მისი ახალმოჭრილი თავი. საშინელება, ხო? ჯერ საერთოდ რა ადამიანი უნდა იყოს, ჯერ კაცისთვის როგორია ახლა ამის ყურება და დანახვა. და ქალი რანაირი უნდა იყოს, რომ შენ ამან ადამიანის მოკვეთილმა თავმა სისხლიანმა მოგანიჭოს სიამოვნება რა. ცოტა გაუგებარია ჩემს. არსებობს ესეთი გადმოცემა საეკლესიო, რომ ეს არ არის არც სახარებაში დაფიქსირებული, მაგრამ საეკლესიო გადმოცემით, როდესაც მოართვესო ჰეროდიადასო იოანე ნათლისმცემლის მოკვეთილი თავიო, მოჭრილმა თავმა უკანასკნელად ამხილაო კიდევ ჰეროდიადაო. და ჰეროდიადასო ნემსი ეჭირა ხელში და ნემსი დაუჭყლიტაო ვენაო რა. აი წარმოიდგინეთ რა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი ვისი იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები მოვიდეს და წარიღეს გვამი მისი და დაფლეს. და მოვიდეს და უთხრეს იესოს. ანუ ეხა დაუბრუნდით ისევ ჩვენს თხრობას, ხო? ანუ მოაკვდინა და ეს ამბავი გაიგო იესო. ეხა იესოსთვის როგორი იქნებოდა წარმოიდგინეთ, ხო? თქვენ არ დაგავიწყეთ, რომ იესო მიუხედავად იმისა, რომ ღმერთია სრული, ამასთან ერთად არის სრული კაცი. ადამიანური ბუნება, ყველა თავისი სენტიმენტებით, მგრძნობელობით, ტკივილებით, სიხარულებით თავიდან ბოლომდე მიიღო და იტვირთა უფალმა, ხო? და ეხა როგორია მისთვის ჯერ ზოგადად ადამიანის შესახებ იმის გაგება რომ მოაკვდინეს, ვინმე შესახებ არ აქვს მნიშვნელობა. და მერე იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მისი მეგობარი, ნათესავი, რა ვიცი, ყველაფერი იყო. და მე მithქვამს თქვენთვის რომ არის საეკლესიო გადმოცემა, რომელიც აღწერს რომ იოანე ნათლისმცემელი და მაცხოვარი იესო თავიანთი სიჭაბუკის პერიოდში როგორ ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ და რაღაც ადგილებსაც გაჩვენებდნენ და გამოქვაბულსა, სადაც ისინი ხვდებოდნენ ერთმანეთს და საუბრობდნენ ხოლმე. და ეს რა თქმა უნდა ესეც იქნებოდა, ხო? იმიტომ რომ უახლოესი ნათესავები იყვნენ ერთმანეთის და თან თანატოლები. და ეხლა როგორია მისთვის? და რამხელად ტკივილია უფლისათვის ეხლა ეს, ხო? და ტკივილი რატომ? პირველის ყოვლისა, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება ამით ამ ადამიანების უგუნურება და შედეგი ცოდვისა რა არის? ესმარა ესე იესოს განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოს ადგილსა თვისაგან. დაუსახლებელ ადგილზე წავიდა, ანუ დადარდიან და დამწუხრდა იესოს რომ გაიგო და წავიდა. განეშორა იქაურობასო. დავითარცა ესმაერსამას მისდევდეს მას მკვირსხილ ქალაქებისაგან. ანუ
უფალს არ აცლიან განმარტოვებას. არ აძლევენ განმარტოვების საშუალებას. ანუ გაიგეს თუ არა უნდა წავიდაო. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არც მობილური კავშირი არ არსებობდა და არც ნავიგაცია, მაშინ ხდება ყველა სად არის და მაშინ მიაშურებენ მისკენ. ქალაქებისაგანო, ანუ ერთი ქალაქიდან კი არ მიდიან. ქალაქებიდან, ანუ იმდენად ქონდა გავარდნილი ხმა უკვე უფალს თავისი სასწაულების, თავისი კურნებების და თავისი ქადაგებების გამო, რომ აი ეს ხალხი აიყრება ერთიანად და მიდიან. მასთან და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს ისინი და განკურნას ნეულნი მათნი. აი ხა უფალზე მინდა აი რა რიცით ხალხო ამაზე ვფიქრობ მე ძალიან დიდი ხანია რა ეს ბოლო პერიოდი განსაკუთრებით რომ როგორია ღმერთის სიყვარული რა. აი მე ენით არ შემიძლია აღწერო. აი რაღაცებს გძნობ ხოლმე გულში რა და აი რო ვიგძნობ ხოლმე რაღაცები მემართება რა. აუხსნელი, გამოუთქმელი, წარმოუდგენელი, აი რანაირია უფლის სიყვარული, როგორი უსაზღვროა, როგორი დაუმსახურებელია ჩვენთვის. რომ წარმოიდგინეთ, სულ ახალი ამბავია, რომ ადამიანებმა იოანე ნათლისმცემელი მოაკვდინეს. ადამიანები, რომლებიც კარგად იცის იესო, როგორც ღმერთმა ამჯერად, რომ სწორედ ესენი იქნებიან, ვინც მერე ბარაბას ამჯობინებენ. და ერთად იხულებენო, ეგო ავაზაკიაო და ჯვარზე გააკარიო. აი სწორედ ეს ხალხი იქნება. და ამ ხალხს მაინც რამხელა სიყვარულით უყურებს. კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს ჩემთვის გაუგებარია. აი რო იცოდე მაგალითად ეხლა რომ რა ვიცი, ახლა მე რო ვიცოდე მაგალითად დავთო ჯვარი წერია რომ თქვა ხვალ ჩემ მოსაკლავად ემზადება რა, ან ერთი თვის შემდეგ და დაგეგმილი აქვს ეს ფიქრობს, ან განჭრეტილი მქონდეს თქვა, კაი თქვა არ ემზადება და გეგმაში არ აქვს რა. მაგრამ თქვა აი რომ გამჭრიტო, რომ თქვა რაღაც რომ გამეხსნას ეს მომავალი, რომ გამჭრიტო და მივხვდე რომ თქვა ერთ თვეში შეიძლება ამ მოვკლას მე რა, გააზრებულად, შეგნებულად, გამყიდოს თხასავი და მოვკლას სიტყვაზე, ხო? და როგორია ახლა მე რო ეს ვიცი და მიყვარდეს. და ყველაფერი გაუკეთო, რაც მას ჭირდება რა. არაფერი არ დავაკლო, აი თავიდან მოვდე რომ გადავყვე. ხო? რა ძნელია, ხო? რა რთულია, ჩვენთვის ეს შეუძლებელია ხალხო. მე მართლა ვერ წარმოვიდგენი ესეთი ადამიანი, აი გააზრებულად რომ იცოდეს. რომ მტერია რა და მისთვის ყველაფერი აკეთებს. გულით. მთელი არსებით, მთელი სიყვარული. და რას აკეთებს უფალი, ნახე და ეს ხალხი რომლებიც გაყვნენ ბრბო ეხლა დაუსახლებელ ადგილზე გავიდა, უდაბნო არ გაიგო თქვენ პირდაპირ მნიშვნელობით. უდაბნო ძველ ქართულად ნიშნავს დაუსახლებელ ადგილს, ანუ ადგილს, სადაც დაბა არ არის. დაბა, ანუ დასახლება. და მიყვნენ ეს ხრების რა, ეს ხალხი. და გამოვიდაო რა, ანუ როგორ ჩანს იქ სადღაც იყო უფალი და გამოვიდა და ნახა ეს ხალხი რომლებიც მას გამოვეკიდნენ. და იყვნენო დაღლილებიო და მაშრალებიო, იმიტომ რომ მაშინ ეხა იცით თქვენ რომ ეხლა არანაირი სატრანსპორტო საშუალება არ არსებობდა, ეს ხალხი ფეხით მოვიდა მის ანახავად. ქალაქებიდან და შეეწყალნესო იგინიო, შეეცოდნენ, იმიტომ რომ დაღლილები, მშივრები იყვნენ რა და განკურნაოს ნეულებანი მათნი. აი სიყვარული. აი როგორია ღმერთის სიყვარული. მთელი სავსებით ეფინება ყველას. და უბრალოდ ჩვენ რამდენადაც ამის მიმღები და დამტევნი ვართ, იმდენად შევიცნოთ. რამდენად შეგვიძლია გულისკარი გავხსნათ და შემოუშვათ უფლის სინათლე და სითბო და სიყვარული ჩვენს გულში, აი იმდენად შევიგრძნოთ ჩვენ ღმერთის მადლს. თორე ღმერთი მთელი არსებით თქვენთან არის. ხალხო, ერთი რამეც მინდა გითხრათ, ამასთან დაკავშირებით ბარემ რა კი ამ თემაზე ვსაუბრობ. ერთხელ რაღაცა ჩემი პრობლემა მქონდა რა, სერიოზული, რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია. და ვიყავი ასული ჩემს მოძღვართან მონასტერში და ნუ როგორც მოსაუბრებელი იყო უცებ გაქრა ეს პრობლემა რომ თვითონ არც ყოფილა და დავჯექით და საუბრობდით მე რა ზის გულზე რაღაცა კუნძზე ვიჯექით საუბრობდით ჩვენთვისა და ესე გვერდ ვიჯექით ამ კუნძზე ხო და მე ვუთხარი მამა მეთქი რა კაია მეთქი შენთან ერთად რო არ მეთქი რა ვიცი საერთოდ თუ კი რამე პრობლემა არსებობს აი ესეც ხო აღარ მახსოვს მეთქი და თუ კი რამე პრობლემა მქონია როდისმე ან არსებობს აი ვერც კი წარმომიდგენია მეთქი რა
არაფერი აღარ მახსოვს აბსოლუტურად მეთქი რა. და ისეთ რაღაც საოცარ სიძლიერეს გძნობ მეთქი შენს გვერდზე მეთქი. ხო აი ვერავინა ვერაფერი ვერ შემარხევს მეთქი. მართლა ესე გძნობდი და უგზნობ დღესაც. და რა მითხრა იცით? იცი რატო გძნობ ამ სიძლიერესო? ესო ჩემი კი არ არის. ესო ღმერთია. მე რო ღმერთი მიყვარსო და მე რო ღმერთს ვერ დგულებო, შენო ეხა ჩემგანო უფლის მადლს გზნობო. და იმიტომ ხარო ძლიერად. და გახსოვდესო რომ შენო ჩემზე 100-ჯერ უფრო მეტად ღმერთს უყვარხარო. და ხო ეხა გვერდი ზივართო ისეო რომ რაღაცა ბრიტო არ ჩავარდებაო ჩვენ შორისო ხო? გახსოვდეს რომ ღმერთიო ეხლაც კიო ბევრად უფრო ახლო არის შენთან ვიდრე მე ვარ. და ღმერთის შეგრძნება ისწავლეო. ღმერთთან ურთიერთობა ისწავლეო. და ყოველთვის ძლიერი იქნები და ყოველთვის კიცე იქნები, იმიტომ რომ ეხლა შენ აქედან რო წახვალო, მე შენთან ერთად აღარ ვიქნებიო. მაგრამ ღმერთი ისევ შენთან ერთად იქნებაო. და უფლის შეგრძნება ისწავლე, რომელიც მარადიულად შენთან არისო. და იმის შემდეგ ვავიცი ვსწავლობ და ხან გამომდის, ხან არ გამომდის და თქვენც მინდა იგივე გირჩიოთ ხალხო. ეს არის რაღაცა ბედნიერების საიდუმლო, სიწმინდის საიდუმლო, ყველაფრის საიდუმლო რა. 7 ცხოვრების საიდუმლო, უფალთან ურთიერთობის ცოდნა. ღმერთის ხმის მოსმენა, ღვთის განგების ჭვრეტა, უფლის შეგრძნება. აი ეს მინდა გთხოვო და გაიაზრო თითოეულმა თქვენთაგან. აი კიდე რატომ მიხარია იცით ესეთ შეკრებები და ეს საუბრები, იმიტომ რომ შეიძლება ესე არ მქონდეს დრო, რომ ესე პიროვნულად სათითაოდ დაგიჟდე და გესაუბრო და აი ესე თითოეულ თქვენთაგანს გეკუთვნით ეხლა რასაც საუბრობ და ძალიან მნიშვნელოვანია და აი საინტერესო თემები მოაქვს ხოლმე თვითონ სახარებას, იმიტომ რომ სახარება არის, სახარებაში ყველაფერი აბსოლუტურად რა. ყველა სიბრძნე აქ არის თამოყრილი. თუ კი რამე არსებობს, თუ კი რამე უხადაგია, ყველაფერი აქ არის. უფლის სიტყვა პირდაპირ და თვითონ მოაქვს და თვითონ კარნახობს ხოლმე უფალი, რომ აი რაზე ვისაუბროთ, რა არის ახლა ამ შემთხვევაში აქტუალური, რისკენ გავაკეთო გადახურვა და აი ეს მიხარია, რომ მეძლევა საშუალება ისევე როგორც ქადაგების დროს, ხო თქვა ტაძარში, რომ იმ ქადაგების დროს მოძღვრის ქადაგება, რომელიც უფლის ხმა არის, ხო, მომართული არის თითოეულ თქვენთაგანისათვის. ამიტომაც არის, რომ ქადაგების შემდეგ აი ძალიან ბევრი ადამიანი მოსულა ხოლმე და უთქვამს ხოლმე, რომ აი მამაო, ესე მეგონა, რომ ჩემზე ლაპარაკობდი, ესე მეგონა, რომ ჩემთვის იქადაგე. მე არა ვარ გულთმისანი, მე არ ვიცი შენ გულში რა ხდებოდა. მაგრამ ღმერთია გულთმისანი და იმან მასაუბრა ზუსტად იმაზე, რაც შენ გჭირდებოდა. და ეს ის ადამიანები არიან ხოლმე, რომლებიც გულის ყურით არიან ხოლმე მოსული. და გული გახსნილია ხოლმე უფლის სიტყვის მისაღებად, ჩემი სიტყვის კი არა, უფლის სიტყვის მისაღებად, რომელსაც მე მათქმევინებს ხო? იმ კონკრეტულ შემთხვევაში. შეიძლება თქვა სხვა მოძღვარი იყოს, არავითარ მნიშვნელობა არ აქვს. თავარია ჩვენ ვართ უფლის ბაგი იმ დროს. ეს ეხლაც ეს შემთხვევაა და ამიტომ აი ეს მიხარია, ეს პლუსი აქვს კიდე ჩემთვის და ვფიქრობ თქვენთვისაც ამ ყველაფერს. ხო, მოდი აქ გავჩერდეთ ეხლა ესე ჯობია, იმიტომ რომ 1 საათი სამოიწურა, თქვენი დროც რა არ დავკარგო ზედმეტად, ისედაც ჩვენ რაღაცა 10-15 წუთს ვაცილებთ ხოლმე რომ რაღაც დაგვიანებულებს დაველოდოთ. 1 საათი დასრულდა და ჩვენ გავჩერდით დავიმახსოვროთ, ესე იგი მე-15 მუხთან, ანუ მე-14 დავასრულეთ, მე-14 თავის მე-14 მუხლი ანუ ჩვენ დღეს გამოგვივიდა საუბარი მოკლედ ნათლისმცემელთან დაკავშირებით და ალბათ ესე ჯობდა, რომ შემდეგ უკვე სხვა თემა იწყება რა და იმაზე მე ვისაუბრებ. მადლობა ყურადღებისთვის და გეუბნებით შემდეგ სამშაბათს. ხო, შეგახსენებთ